ბრატი იონათამიშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ბატონო რატი საღამომშვიდობის, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. საღამომშვიდობის თამთა დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ბატონო რატი, რა მოლოდინი უნდა გქონდეს ემანუელ მაკრონის სატელეფონო ზარის და მისი გუშინდელი და დღევანდელი მიმართვების შემდეგ? შეიძლება თუ არა რომ მან ერთგვარად შუამავლის როლი იკისროს იმ შექმნილი ვითარების ნორმალიზებისა და განუხტის მიზნით, რომელიც ახლა არის ქვეყანაში შექმნილი? Ციტავის პირველ რიგში ვისაც სურს რომ აღიაროს ის რეალობაც არის დღეს საქართველოში, მან უნდა ქონდეს იმის გამბედაობა, რომ სიმართლეს გაუსწოროს თვალი და სიმართლე არის ძალიან მარტივი და ის არის ერთი, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში შედგა, საქართველოს მოსახლეობამ აირჩია მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტი 26 ოქტომბერს, ნებისმიერი საუბრები ამ არჩევნების გაყალბებაზე იყო მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია, მანიპულაცია და დეზინფორმაცია. ამიტომ ოპოზიცია რაც მალე შეეგუება ამას თვითონ ამ რადიკალური ოპოზიციისთვის იქნება ის კარგი, მაგრამ როგორც ჩანს ამ ადამიანებს არ აქვთ იმის უნარი, რომ საკუთარი მარცხი აღიარონ და ისინი ცდილობენ რომ დღეს საქართველოს უკიდურესი ქაოსში გარიონ. არც ერთ გეგმა არ გამოუვათ მათ როგორც ყოველ ჯერზე ისინი ხელმოწარულები რჩებიან, იმიტომ რომ ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას რომ ჩვენი ქვეყანა დააზარალოს და ქაოსში გამოიწვიოს ამ ქვეყანაში, ამიტომ რაც მალე აღიარებს ოპოზიცია, ეს მათთვის იქნება უკეთესი. სწორედ რაც შეეხება ქართულ დემოკრატიას, რა თქმა უნდა, დღეს სამწუხარო არის, რომ ჩვენ გვყავს არა პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ გარკვეული პროექტები პოლიტიკური პარტიების სახით, რომლებიც ადგილობრივ აგენტურას უფრო წარმოადგენენ, ვიდრე საკუთარი ამორჩევლის ინტერესებს. იმიტომ რომ ესენი არიან ის ადამიანები, თუნდაც რომლებიც აი ამ აქციებზე ზემალებიან, მათ შორის საკუთარ ამორჩეველს და არც არჩევნების წინხოდათ იმის უნარი, რომ საკუთარ ამორჩეველს დალაპარაკებოდნენ და არც ეხლა არ აქვთ ამის უნარი და რესურსი. ამიტომ ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს. თუ ისინი არ მიიღებენ, რა თქმა უნდა, რეალობას ვერავინ ვერ შეცვლის, ჩვენ დავიცავთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ დავიცავთ იმ პოზიციას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გამოხატა 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ჩვენ ვიძრუნებთ იმის, რომ თუნდაც ის ამბიციური საარჩევნო პროგრამა, რომლითაც აირჩია ქართული ოცნება ჩვენმა საზოგადოებამ, იყოს განხორციელებული და ეს ნიშნავს, რომ 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება ბევრად უფრო წარმატებული, ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა საკუთარი ეკონომიკური და სოციალური მაგრამ ბატონო რატი, სად ხედავთ მაშინ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს? ახალი არჩევნების დანიშვნა არის აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, ისევ როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. სხვა შესაძლებლობა კრიზისიდან გამოხტვის არ ესახებათ. აქედან გამომდინარე, რა იქნება ხელისუფლების პასუხი? მე გკითხე და საერთაშორისო მედიაციით დიალოგის დაწყებაზე, აი არის თუ არა ხელისუფლება მზად მაგალითად რომ დიალოგი დაიწყოს ოპოზიციურ სპექტრთან საერთაშორისო მედიაციით? რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს და რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი მოთხოვნა, როგორც ჩვენ ხედავთ, არის არა არჩევნები ან რაიმე სხვა, არამედ ნაცმაიდანი. ანუ ამ ადამიანების თავარი სურვილიც, მოთხოვნაც ძალიან შორს არის დემოკრატიული პროცესებისგან და პირდაპირ კავშირში არის სამოქალაქო დაპირისპირებას ამბობენ ისინი ამ ბოლო დროს, ვიცით ხო, რომ ბატონი ვაშაძეები და დანარჩენები შეიკრიბნენ და არ მიყვარს ეს სიტყვა, message box-ი არ არის ქართული სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიხმარო უფრო გასაგები იყოს საზოგადოებისათვის და მაგრამ აქციებზე დგანან მოქალაქეები, ბატონო რატი, რომლებიც ამბობენ რომ საერთოდ ოპოზიციურ, თქვა იქ პოლიტიკოსებს ემიჯნებიან და მათი მთავარი პრეტენზია არის ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევა. ის ადამიანები, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის დგანან ამ აქციაზე, მე მათ ვეტყოდი, რომ თუ ვინმე მტრობდა მთელი ამ წლების მანძილზე საქართველოს ევროინტეგრაციას და მტრობს დღესაც, ეს არის ზუსტად ის 4 პარტია, რომელიც მათ 5%-იანი ბარიერი გადალახა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ეს დადასტურებული ფაქტებით ვიცით. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციაზე და ასოცირების შეთანხმებაზე იყო საუბარი. შემდეგ, როდესაც თუნდაც აი ხა ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან იყო დაკავშირებული, ისინი ხო პირდაპირ ღიად ამბობდნენ ამას. ისინი ანგარიშებში
წერილებში, კომენტარებში არ მალავდნენ, რომ ევროპის ქვეყნებში დადიოდნენ იმისთვის, რომ იქაური გადაწყვეტილების მიღების პირები დაერწმუნებინათ, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს სულ 2-3 წლის წინ ხდებოდა. და უფრო ადრეც ეს ადამიანები დადიოდნენ ბრიუსელში იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზა ლიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება და მაშინაც და ეხლაც ერთი და იგივე არგუმენტი ჰქონდათ მათ ამისთვის, რომ თუ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მოხდებოდა ეს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, მათ აღარ ექნებოდათ იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ. ანუ მათი მიზანი იყო ხელისუფლებაში დაბრუნება და ყველაფრის ფასად იყვნენ მზად ამისთვის მოეწერათ ხელი და ეს ნერო არ შეუცვლიათ. ეხლა ხოჩანს ძალიან კარგად ეს ყველაფერი. ამიტომ თუ ვინმე გულშემატკივრობს საქართველოს ევროინტეგრაციას, ის პირველ რიგში ამ რადიკალურ ჯგუფებს უნდა გაებიჭროს, თორემ მათთან ერთად საქართველოს წინსვლა კი არ უწერია რაიმე ნებისმიერ გზაზე. პირიქით, ამ ადამიანებს ერთი სული აქვთ, ერთი, როდესაც შურს იძიებენ ქართველ ხალხზე და მეორე, როდესაც ცეცხლის ალში გახვევენ ჩვენს ქვეყანას და ამიტომ ისინი საუბრობენ ზუსტად, რომ თურმე მათი მთავარი მესიჯბოქსი უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირება და ანუ ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც თავაზობენ, რომ საქართველოს უნდა დაბრუნდეს 92-93 წლებში. ეს არის მათი გაცხადებული მიზანი. და ეს არის მათი განცხადებული პოზიცია და ეხლა ისინი საერთოდ იმსახურებენ თუ არა, რომ ვინმე მათ ენდოს, ვინმე მათ გაყვეს, კიდევ უჭერდეს მხარს. მაშინ ბატონო რატი, იცით აი საერთაშორისო პარტნიორებზე მინდა გკითხოთ, ხშირ შემთხვევაში სწორედ მათ განცხადებებსაც ეყრდნობიან ოპოზიციური სუბიექტები. ჩვენ ნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკვე ბოლო პერიოდში კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ზეპირი განცხადებების შემდეგ და სასანქციო ახალი პაკეტი არის გამოცემული ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, ასევე 16 დეკემბერს არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომა, კიდევ ორი შეხვედრა არის, ორის ხდომა არის ჩანიშნული მომდევნო კვირას ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით და ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ რამდენიმე ვარიანტი დევს მაგიდაზე, თუ რითი შეიძლება უპასუხონ და როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის რეაგირება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ამ პირობებში, აი ამ მოცემულობაში, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ მე განცხადებები გვესმის დასავლეთიდან. როგორ აპირებთ მათთან ურთიერთობის გადაწყვეტას? მოდი ორივე მიმართულებით არგუმენტებით ვისაუბროთ. პირველია შეიძლება თქვენ სახსენეთ ახლა ევროკავშირის ელჩის განცხადებები და მან ფაქტობრივად უარყო რომ ის საკითხები, როგორიც არის მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, აღარ საუბრობ გაჩერებაზე და ასევე სანქციების დაწესება. მან ფაქტობრივად თქვა, რომ ეს ორი საკითხი დღის წესრიგში არ იქნება და ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება. ფაქტობრივად ეს ღიად იყო ნათქვამი მისი მხრიდან და ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ესე იქნება. ანუ და ეხლა მოდი ვნახოთ ამაზე ვის რა რეაქცია აქვს საქართველოში. მე რადიკალურ ოპოზიციას რო ეს ძალიან ეწყინა და ეს ძალიან წყის, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ამას ისინი არც მალავენ. ეს ერთი. მეორე ხა თუ იქნება განხილული რომ ეგრეთ წოდებული ლურჯი პასპორტით არ იქნება შესაძლებელი და იქნება წითელი პასპორტით, ვფიქრობ რომ ეს დიპლომატიურადაც კი არა სერიოზული გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება უკვე ვაშინგტონის თქვა იმ განცხადებებს და ეგრეთ წოდებულ გადაწყვეტილებებს, ხო ჯერ ერთი აბსტრაქტული არის, რომ ასახელებენ რიცხვებს, თქვა 20 ადამიანი, 30 ადამიანი სახელი და გვარების გარეშეა ცოტა არასერიოზული ამ ყველაფერზე ესე საუბარი ეს ერთი. და მეორე, იცით რა არის ამერიკელმა ხალხმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ამ გადაწყვეტილებით არსებული ჯერ კიდევ ადმინისტრაცია დამარცხდა. და ეს არის უკვე ფაქტობრივად გარდამავალი დროებითი ადმინისტრაცია და ყველა ლოგიკით ეს ამ დროს ესეთი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ხდებოდეს რომ არა ერთადერთი ინტერესი. და ეს ინტერესი არის ის, რომ მომავალ ადმინისტრაციას, რომელიც უკვე ინაუგურაციის წამიდან შევა ძალაში, ანუ მომდევნო წლის 20 იანვრიდან, რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან საერთაშორისო ასპარეზზე. და აქ უკვე ეს გადაწყვეტილებები მიღებული არა კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში, არამედ იმისთვის, რომ რესპუბლიკელების, ანუ ტრამპის ადმინისტრაციას უფრო მეტი პრობლემა დაუტოვონ, რომ მე ეს საკუთარი პოლიტიკური რაიმე კომუნიკაცია გაქვთ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან? დავამთავრებ თქვენის ნებართვით. უბრალოდ აქ მეორე საკითხი არის, ასაც ვფიქრობ, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა
კონდეს რეაქცია, რომ აი როდესაც შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის ხდება ესეთი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს, ეს უსამართლოა, რასაკვირველია და ამას ვფიქრობ, რომ თითოეული ქართველი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა აპროტესტებდეს, იმიტომ რომ ჩვენ თამოყვარე ხალხი ვარ, ჩვენ ამაყი ხალხი ვარ, ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან განსაკუთრებით ღირსებას და აქედან გამომდინარე თუ ვინმესთვის ჩვენ პოლიტიკური სათამაშო ვართ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საქართველოს არ იმსახურებს მსგავს დამოკიდებულებას არავისგან და ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კომუნიკაციების საკითხებს და ასე შემდეგ, თქვენ იცით ამაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება და დაველოდოთ მე ვფიქრობ, რომ ამის შედეგები იმაზე მალე დადგება, ვიდრე ზოგიერთებს გონია უბრალოდ დღეს მე თქვენის ნებართვით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დიახ, ბატონო რატი, კიდევ ერთი მოთხოვნა არის ახალი არჩევნების შემდეგ დემონსტრანტების გათავისუფლება და იმ სამართალდამცავთა პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც ძალას გადაამატეს, ვიცით რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ოპონენტებს და არა მხოლოდ მათ საზოგადოების ნაწილს აქვს უნდობლობა ამ უწყების მიმართ, სწორედ წარსულის გათვალისწინებით, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებზე შედეგი არასდროს არ დამდგარა. რას უპასუხებდით ოპონენტების ამ პრეტენზიას და ასევე თქვენ, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, თუ დაინტერესდით, რა ეტაპზე არის გამოძიების პროცესი სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით? ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის და ეს მიდგომა, ვფიქრობ, რომ ერთადერთია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უნდა გააჩნდეს, რომ ძალადობა ნებისმიერი მხრიდან არის მიუღებელი და ძალადობა მოძალადეზეც კი კატეგორიულად მიუღებელი არის, ამიტომ რასაკვირველია ნებისმიერ ესეთ ფაქტს სჭირდება სამართლებრივი შედეგის დადგომა. და ამაზე თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული. ჩვენ ხედავდით სისტემურ ძალადობას სამართალდამცველების მიმართაც. და სამწუხარო არის, რომ ზოგიერთები ამას გმობდნენ კი არა ახალისებდნენ, ეს არის დაუშვებელი. რასაკვირველია, ვინაიდან, როდესაც სამართალდამცველს ესვრიან ქვას, ეს ნიშნავს, რომ ქვას ესვრიან სახელმწიფოს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ხედავდით, რომ თქვათ იყო რამოდენიმე ესეთი კადრების შემთხვევები, რომ ხდება თუნდაც არამშვიდობიან დემონსტრაციაზე ძალადობა, ესეც მიუღებელია, რასაკვირველია და პირველ რიგში ეს იმ ასეულობით სამართალდამცველს აყენებს შეურაცხყოფას, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავს საზოგადოებრივ მაქცესრიგს და აქედან გამომდინარე აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს, რომ ამ ყველაფერს თავისი სამართლებრივი შედეგის დადგომა სჭირდება. ჩვენ ვიცით საზოგადოება, ვიცით რომ გამოძიება დაწყებული არის, ხადია გამოძიება სჭირდება გონივრული დრო და ამ პროცესებისათვის ყველას ერთად შეგვეძლება თვალყურის დევნება და მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის გამოყენება. მართველი გუნდის მხარდამჭერებსაც მინდა კითხოთ, როდესაც ეს 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შეფასებაზე ვსაუბრობთ, თქვენი ელექტორატის ნაწილისთვისაც გაუგებარი და დამაბნეველი აღმოჩნდა 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. სად არის გარანტები, სად არის ამ შემთხვევაში გარანტია იმის, რომ ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე არ დაემუქრება საფრთხე, რატომ ვერ დაარწმუნა ქართულმა ოცნებამ საკუთარი მხარდამჭერების ნაწილიც, რომელიც შეიძლება დღეს მონაწილეობას იღებდეს საპროტესტო აქციებში. იცით არის მე ვერ დაგეთანხმებით რომ ესეა და მისთვის მარტივი არითმეტიკაც არსებობს თუნდაც ხო ჩვენ ვიცით რომ ამ არჩევნებში რადიკალურ ოპოზიციას ანუ იმ 4 პარტიას ვინც გადაალახა 5%-იანი ბარიერი 700,000-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი. მაშინ როდესაც აქციებზე საშუალოდ 1000 ადამიანი დადის. ანუ მე ვფიქრობ, რომ აქ ის კითხვა უფრო ლოგიკური არის, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს, როგორც ჩანს, მათი ამორჩეულების 99%-იც არ მიხვდება. ეს არის დადასტურებული ფაქტი. რაც შეეხება ქართული ოცნების ამორჩევებს, რომელიც 1,100,000 არის ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც პირდაპირ კომუნიკაცია აქვს საკუთარ ამორჩეველთან და ჩვენ მას ამორჩეველმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ჩვენი ამორჩეველს სწორად ესმის ყველაფერი, სწორად აფასებს და დღესაც ისინი ბევრ რამეს ითმენენ ზუსტად იმისთვის, რომ არ დაუშვან პროცესების ესკალაცია და ეს მისასალმებელია რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოებრივი ხედვის ნაწილი. შესაბამისად, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის,
რომ მართალია რეკორდული იყო ქართული ოცნების მხარდაჭერა ამ არჩევნებზე, მაგრამ ის შედეგები და ის სიკეთეები, რამაც უნდაც ჩვენი სამთავრობო პროგრამის განხორციელებამ უნდა მოიტანოს, რომელიც 4 წლის მანძილზე 40 მილიარდი ლარით გაზრდის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, ის სიკეთეები, რასაც ეს ჩვენს ქვეყანას მოუტანს, ეს თითოეულ ოჯახში უნდა შევიდეთ სამ ქვეყანაში და თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს. ეს არის ჩვენი ამოცანა განურჩევლად იმისა, თუ ვისი მხარდამჭერი არის ის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სამუშაო დღის წესრიგი იყოს პროაქტიული. ფაქტობრივად ჩვენთვის ესეც არის, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი შეფერხებები არ არსებობს და რაღაც კრიზისზე საუბარი მხოლოდ ხელოვნურია, სინამდვილეში ვინაიდან ნებისმიერი პოლიტიკური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუფერხებლად ხდება, იქნება ის თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება თუ სხვა, უბრალოდ ფაქტია არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არასრულებს იმ დაკვეთას, სადაკვეთაც საკუთარმა ამორჩეველმა მისცა და საკუთარი ამორჩეველი რო ნაწყელია რადიკალურ ოპოზიციას, ეს თუნდაც ამ აქციებიდანაც ძალიან კარგად ჩანს, იმიტომ რომ ის რაოდენობა საზოგადოების არაც გუშინ წინ დღეს იმის წინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, ნებისმიერ საღამოს სოციალურ და გავიაროთ რუსთაველის გამზირზე, ამდენი ადამიანი და ბევრად უფრო მეტიც ნამდვილად სტეინობს და მოძრაობს ჩვენი ქალაქის ცენტრში. დიახ, როდესაც მე თქვენს მხარდამჭერებზე აღნიშნე, უბრალოდ თქვენი ოპონენტები მიუთითებენ, რომ აი აქციებზე დგას ქართული ოცნების ელექტორატის გარკვეული ნაწილის და 2 დღის წინ ერთ-ერთმა სტუმარმა პირდაპირ თქვა, რომ აი დიახ, ჩვენ ვესაუბრებით მათ და მათაც ისინიც არიან დაბნეულები, ეს უბრალოდ დაზუსტებისთვის წყარო ამ შემთხვევაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. დიახ, ეს ასე, იმიტომ ახსენით, რომ საკუთარ ამორჩეველი არ ყავს ამ ადამიანებს და იმ აქციებზე საკუთარ ამორჩეველს ვერ პოულობენ და აქედან გამომდინარე, ხო, ჩანს პროდ რა არის, იცით, რომ ეს ადამიანები ყოველნაბიჯზე იტყუებიან და ატყუებდნენ საკუთარ ამორჩეველს. ატყუებდნენ, რომ არჩევნები გაყავდა, ატყუებდნენ, რომ თვითონ ევროპა უნდათ, ატყუებდნენ და სულ ტყუილში ცდილობდნენ, რომ აცხოვრონ ეს საზოგადოება. და ამიტომ არის, რომ დღეს მართლა ისეთი დრო დაუდგათ ამ ადამიანებს, რომ საკუთარ ორგანიზებულ აქციებზე საკუთარ ამორჩეველსაც ვერ ნახულობდნენ. დღეს საერთოდ კურიოზი იყო, რომ პროფესია უფრო მეტი იყო დაანონსებული, ვიდრე შემდეგ დემონსტრანტი ვნახე. ბატონო რატი, პრეზიდენტმა თქვა, რომ არაპირებს თანამდებობის დატოვებას და ის თავს მიჩნევს ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად ქვეყანაში, შესაბამისად არალეგიტიმურად აცხადებს ხვალ არაპირდაპირი წესით დანიშნულ sappresidento არჩევნებს. ეს გზავნილი თქვენ როგორ გაიგეთ და როგორია თქვენი შეფასება? სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის კამი მირჩევნია ყველას და ყველაფერს. ეს არის მისი რეალური განცხადება, ხო? იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ადამიანი რო კანონს პატივს არცემს, კონსტიტუციას პატივს არცემს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არ ახალია, მაგრამ დღეს გვეუბნება, რომ ოღონდ საქართველოს პრეზიდენტად დარჩეს და ყველაფრის ვის მზად არის და ყველაფერს მოაწერს ხელს. ანუ საკუთარი კომფორტი ურჩევნია ყველას და ყველაფერს და ეს მე ვფიქრობ, რომ გაუგონარია რასაკვირველია და სწორედ ამიტომ და ესეთი გადაწყვეტილებების და ესეთი პოზიციების გამო არის, რომ ეს ადამიანი საქართველოს ისტორიის შავქურსელად დარჩა. პატრიარქის მოწოდება დღევანდელი გზავნილი აუცილებელია უმართავი პროცესების თავიდან ასაცილებლად კონსტრუქციულობით მიღწეული იყოს დიალოგი. რა ამოიკითხეთ ამ მოწოდებიდან და გზავნილი? პირველ რიგში რაც მე ამოვიკითხე იყო ის წუხილი, რა წუხილიც არის ამ კოლოსალური სიძულვილის მიმართ და ძალადობის მიმართ, რასაც ჩვენ ცალკეულ შემთხვევებში ხედავთ ჩვენს ქვეყანაში და ეს ნამდვილად ესე არის და თითოეულ ჩვენთაგანს გვმართებს, რომ უფრო მეტი ვიფიქროთ და ვაკეთოთ სიკეთე, ვიდრე ვთქვათ გქონდეს პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ისიც ხო ვიცით, რომ ეს პოლარიზაცია თავსმოხვეული არის გარედან და ამ პოლარიზაციის მოხვევას თავისი ძალიან ვერაგი და მსაკრული მიზნები ჰქონდა, რომ საფუძველი ზუსტად ძალადობისკენ და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ მოემზადებინა. ეს იყო თავსმოხვეული პოლარიზაციის მიზანი, იმიტომ რომ პოლარიზაცია ჩვენი ორგანული თვისება ქართველების მე მაინც მწამს და მჯერა რომ ნამდვილად არ არის. მაგრამ ჩვენ უკვე ხედავთ რას, რომ ფაქტობრივად ეს რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ეკლესიას. უშველი სიტყვებით შეურაცხყოფენ და ის დღეს რაც ვნახეთ ჩვენ მამა შარვასთან მიმართებით ვაგის ფერისვალების ეკლესიასთან ეს იყო გაუგონარი რასაკვირველია და ეს შემთხვევითი არ იყო. არიყო, იმიტომ რომ ის ადამიანები ისტორიულადაც ვინც ებრძოდა საქართველოს და ვისაც მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს განადგურება, ორი მიმართულებით იბრძოდნენ ყოველთვის, ერთი ქართული სახელმწიფოს და მეორე ქართული ეკლესიის წინააღმდეგ.
იმიტომ რომ თუ ეკლესიას მოერეოდნენ, ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ საქართველოსაც მოერეოდნენ და პირიქით. აქედან გამომდინარე, დღესაც ზუსტად იგივე პროცესებს ვხედავთ, რასაც ვხედავდით ჯერ კიდევ შუა საუკუნეების დროს, შემდეგ თუნდაც რუსეთის იმპერიის დროს, საბჭოთა კავშირის დროს და ეს ამ მხრივ ბრძოლის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამ ადამიანებისგან არ შეცვლილა. და ეს მათი მემკვიდრეები არიან. ტიპიური ნეობოლშევიკები არიან ის, ვინც დღეს ლიბერალური ფაშიზმის სულისკვეთებით დადიან და ვინც სიძულვილის ტირაჟს გაუგონარ ტირაჟირებას აკეთებს და ამ ადამიანებს შესაძლებლობა რო კონდეთ, რა თქმა უნდა, როგორც საბჭოთა კავშირში გვახსოვს ჩვენ რომ ისტორია რომ ვაგონებში ხოცავდნენ ადამიანებს იგივეს გააკეთებდნენ და ერთი სული აქვს რომ ეს გააკეთებენ, რომ ამისი შესაძლებლობა არ ეძლევა და არც მიეცემათ არასდროს სასაკვირველია. და გამომდინარე ამ პროცესებს ხედავთ ჩვენც, მაგრამ ჩვენ დავიცავთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასაც, ჩვენ ამდენი არ გვიბრძოლია ამ ქვეყნის მშვიდობისათვის, რომ ეხლა ვიღაც ამ ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებმა გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა და ამ ღირსებით დაცვით მშვიდობის ჩვენ იმასაც უზრუნველყოფთ, რომ ევროკავშირის საზღვრები გადმოიწევს კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზეც და საქართველო იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ღირსებაც, კეთილდღეობაც და მშვიდობაც. მადლობა რატიო ნათამიშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.